ესე ეს არის ჩვენი კვიცი? ბატონო. ჭერი დაგვიზიანეს. სტუკია? ზრავს ხმა ვარ ჩავიხედე, ცელიში ჩავიხედე მეც. ენდოსკოპი. გამარჯობა თქვენ customers, მე ბიძო ვარ, გიო კამერით გვიღებს. Say hello. ჩვენ 5 თვეზე მეტია ვიდეო არ აგვიტყავს. უსახმურად ნამდვილად არ ყოფილვართ და ბოლო ვიდეოში დავაანონსეთ, რომ როდესაც 10,000 გამოწერზე ავიდოდით, ჩვენს რაღაცა სიახლის გაგიზიარებდით, მაგრამ მოკლედ ისე მოხდა, დროში ისე გაიწელა ეს პროცესი, რომ ანუ ახალი ვიდეო ვერ ავტვირთეთ და შესაბამისად ეს სიახლეც ვერ შეგატყობინეთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს გამოწერებს, 10,000-ზე მეტი ვართ უკვე. რავი, თითოეული გამოწერა ჩვენთვის არის мотиваციის მომცემი, მეგობრებო და რა ვიცი, უფრო შემართებით შეუბერავთ ახალი ვიდეოების გადაღებას, შესაბამისად ახალი პროექტების შემოთავაზებას და ასე შემდეგ. დადგა დრო რომ გაგიზიაროთ ეს სიახლე. ჩვენ ვხსნით ახალ სერვისს, სადაც იქნება სათუნიქე სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, რასაც ისედაც ჩვენთან ვიდეოში ნახავთ, ვინ არის სამომავლო დავამატოთ დიტეილინგი. ამ სიახლესთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად გვინოდა თქვენთვის მეცნობები და მაგრამ რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე, რაზეც წერა თქვი, მოკლედ ვერ მოხერხდა დროულად გაკეთება და შესაბამისად მოკლედ ეხლა გვიწევს ამ ვიდეოში მოკლედ შეხება. მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე გადავალთ და გავხსნით ამ სერვისს, უკვე სხვანაირ ვიდეოს გადავიღებთ, უფრო სრულმასშტაბიანს და დეტალურად გაგიზიარებთ ყველაფერს და გეტყვით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს პროექტს. მამაჩემისთვის შევიძინეთ ავტომობილი, გამოვიწერეთ ამერიკიდან, EA-ის ავტო აუქციონზე შევიძინეთ. ჩამოვიდა, ვფიქრობ ძალიან კარგი ავტომობილი შევიძინე, აირბა გაუხსნელი არის, დაზიანება ვეცადე რომ მინიმალური ყოფილიყო და რაღაც ზედმეტ სამუშაოები არ ჩამიტარებინა, შეიძლება ზოგმა იკითხოს რომ შენ თვითონ შეგიძლია ავტომობილის გაკეთება და უფრო იაფად, უფრო დიდ დაზიანებული რატო არ იყიდებ, მაგრამ ნამდვილად მაგის დრო არ მაქვს რომ რაღაცა დიდ დაზიანების ავტომობილი შევიძინო და იმაზე ბევრი დრო დავახარჯო, მირჩევნია რომ ადგილზე ბევრი გადაგვეხადა და ჩამოგვეყვანა ნაკლებად დაზიანებული ავტომობილი, ნაკლები დრო დაჭირდებოდა. ეხლა მივდივართ ბათუმში, თან რა ვიცი, გავერთობით ქალაქიდანაც გავალთ, მე და გიო, ევაკუატორით იმიტომ არ წამოვიყვანე. როგორც ვიცით, ალბათ 99% უნდა დადიოდეს ავტომობილი. ავტომობილი ერთი კვირის გამოყვანილი არის ბათუმის პორტიდან, ჩვენმა გამომწერმა, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კომუნიკაცია გვაქვს და ბათუმში თვითონაც სერვისი აქვს და მოკლედ მიწერ-მოწერა გვაქვს და ესე ვიცნობთ, ესე თქვა დისტანციურად ერთმანეთს. ვთხოვე რომ გამოეყვანა და თავისთან წაიყვანა ეს ავტომობილი, იმიტომ რომ 2 დღის ვადა აქვს სულ რაღაც ბათუმის პორტში, რომ 2 დღის ვადაში უნდა გაიყვანო ავტომობილი. ვთხოვე გაიყვანა, ზაზას მოკითხვა ვიდეოდანა, ძალიან დიდი მადლობა და ნუ თან რო ჩავალთ, პირადადაც გავიცნობთ ამ ადამიანს. ეხლა მოკლედ გადავალთ, რაღაც სასუსუმოებს შევიძენ, პატარაზე არ ვარ გასავლელი და რო ჩავალთ თქვენთან ერთად ვნახოთ რა ჭირს ავტომობილს და რა აქვს დაზიანება. აჰა, ბიძო გადავიდა. გამოჩნდა ქათქათა ბათუმი. ქათქათა. შევდივართ ახლა და ამასობაში ჩვენც მოვჭით ღლიცინს და მაიმუნობას. ელიგზეიდე მოდიოდით. მოვედით. როგორც შევხვდით მოკლედ ზაზას. ჩამოვედით, აგერ ამ კაცმა ჩაიბარა ეს მანქანა უპატრონა ერთი კვირა დამეს და ესე შემდეგ. აგერ გავა თავის სერვისი აქვს, როგორც გითხარით. ეს ეს არის ჩვენი კვიცი? ბატონო. აი. ესე იგი კარტები აგიწყვია ესე იგი. ხო ის კარტები. ცოტა რო დამეტოვებინა უფრო დიდხანს, მე მთლიან მანქანას აწყობის გავაკეთე. ამას თვითონ გავუსწრებ.
კი ეგ არ არის დიდი ისაა. ეხლა მაგის უცხო თავის ორიგინალი ჯობია, ბრალი. ეს რაღაც ავი ფოტოს უყურებ. wireless-ი არ არის, ის არის სტანდარტული LE პაკეტი არის. სტანდარტული LE პაკეტი არის, აქ რა გვაქვს. იქ ის შემოსავლების ფურცელი. ეს რა ჯადაკო. ოპტავთ. ზვაპი, შოკოლადი, ფოლდები. ჭერი გასასუფთავებელი კი არის, იმწმენდა უნდა. კარგი ის არის, ვაირბა გაუხსნელი არის. აქ ჩავიხედოთ. რა გვაქვს? ფერი განსაკუთრებული, მაგრამ ეს სადღაც იდება და სად იდება არ ვიცი. ო, ცუდი ის არის, რომ ჭერი დაგვიზიანეს. ტრანსპორტირებისას თან კარგად არის დაზიანებული. აქეთაც აი ეს ადგილები დაზიანებულია. ეს კიდე დამიზიანეს უკანა მარცხენა რთა. ესეც მე არ ვიცი რავი რა საკეთებენ ეს. ვიტომ არ იცის. მთლიანობაში კაი ავტომობილი ჩანს. და დავქოსავთ კიდევაც. კიდე ეს შუშა. ეს ახლა ამ პეტლისგან არის უეჭოლი. ამოკეთვისგან გატეხი. შუშას არ ანაზღაურებენ. გაგედო ბაირამ დუდუქში? რაღაცას ანაზღაურებენ ჭერ და უკანა ფასად. შუშაც გატეხილია. წინა საქარიმო. შუშას არ ანაზღაურებენ. მოკლედ რა ვიცი. ამ კომპანიით რაც არ ჩამოვიყვანეთ, ალბათ 99% ყველაფერი დააზიანს, ყველა ავტომობილია. ჭერი? ჭერი, ვაჩვენე ჭერიც. ეს ახლა ამას ცივად შანსი არ არის. ეს კიდე არ ვიცი, აქ ნახე როგორი უხეში ისაა გადაკეცილი. ნახოთ რა. ნახე. ფარები ორიგინალი ფარები ჩამოყვა, მაგრამ დაზიანებულია და შუშები წინასწარ შეიძინე, მაგე, შუშა შეიცვლება 400 ლარი გადავიხადო 2 წელში. გულში მიდევს. გატეხი. რაც არაფერი განსაკუთრებული, ეს აქება, ეს ნაწილი, ემეტულად რო იყოს. ესეთი, ეს ჩამოყვა კიდე. ლავაში. ეს მორი ფაცება ნახოთი. აორიაში დაატრაჟატელები არ იყოს. ანტრეულია. ეს არ იქნება ესენი, პრობლემა არ იქნება ძმო. ეს ყურის გადარჩენია დაწესდება. აღდგება. Okay. სამი ცალი ვაპატი ერთ მეგონა ექნა ხო? არდა ერთი ეს არის ამანქანის რით? გადი შეფეჩენ. პირველ რიგში ზეთ შევამოწმოთ.
ზეთი გადის ქვემოდან. იმედია, განხეთქილი არ არის მატორი. სტუპია? სტუპია? ოპა. აბა დაკოქცილი ყავს სამანქანა. დაკოქცილი ყავს სამანქანა. მასმაის აიგე. რას მაგარი ხონდა? რას მაგარი? დავიჭერავა, ახსენ. შუპიან მოვი. ზღავის კვედიშა. ბიჭო, ენდოსკოპი მაგ წამოღებულ ხარ ჩავიხედო. მოხო კაი. კი, ისქენი რა ქვია. მაგას არ დამინდა ხეთორ კი გეტყობი რომ მაგიდე შეგინც დევსო. ვარ ჩავიხედო, წინში ჩავიხედო. ენდოსკოპი. მე თუ გაქვს წამოღებული ბარემ ამოიღე ხო? ხო თქვა რომ იმედიაო არ ექნება პრობლემაო ძრავშიო ხო? ხო და აი ხა ვნახოთ ბიძოს რეაქცია, როდესაც აი ამას ჩაუგდებთ მანქანაში. კლადიშები წამოვიღე, მოკლედ ალუმინის სტრუშკასაც დავყრი და ვნახოთ რა რეაქცია იქნება, გაგიჟდება. მე ნახეთ მაგის პანიკები. მოდის მოიცა. რავი, აქ გაგბარემ. ხوارი ნერვიულია. მინდა გითხრა რომ ძალიან ვინერვიულია. თბილისიდან წამოვიღე. აი შენ ისეთ რაღაცას გაგიჩალიჩე. კი. რომ აი თელ ჩვენ გამომწერებს გავაცინებ შენზე აი ნახო შენ ისეთ რაღაცას. ველი. რაღაცას ველის და ვათრიე მოკლედ რა. არა და ბიჭო. არა და იაიზეს ხმა ძრავისებას მოусმინე, ანუ ნორმალური ხმაურიან ძრავი არის ისედაც, მაგრამ მოусმინე, კარგი იყო. აქაც რავი ამ კაცმაც რო დაქოქა და ის არაფერი არ უთქვამს და ეხაც რო დაქოქა, კაი ხმა იყო და მეთქი ამოიღოს ენდოსკოპი, მეთქი მერე ვეთყვი, მაგრამ აი რა გქონდა, ანუ ეს არის შეგინთ მოსულ ამიჭიროს. აქეთ ტრიალის თავისუფლად. ბატონო, აქეთ ტრიალის. აი რა ვიცი, მოდი ახლა ეს დავთვალიეროთ ზაზას სერვისიც. მეგობრებო, აი ზაზა სერვისი არის ბათუმში, ფერის საჯარო სკოლა სადაც არის, ვინც ბათუმელები ხართ ალბათ უბრალოდ მოაგრებ, ზუსტად მაგის გვერდზე არის და რა ვიცი, მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ ამ კაცს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ხან მე წერ, ხან ეს ადამიანი წეს რაღაცებს და უყურებ ამის ნაშრომებს, რას ვიზიარებ ერთმანეთის აზრს. მომწონს მე პირადად და რა ვიცი რა. კიდევ ერთხელ მადლობა ზაზას რა. აქედანაც ესე მივსკოჩეთ ყველაფერი, ფარები დავამაგრეთ, ჩავაკეთეთ. აბა, კარგად ძმაო. კარგად, მადლობა და აბა შენიც, კარგად. კარგად, გაიგარდა. აგერ ამ კაცის სერვისიც არის. ხო, პერედოქსაც მოусმენ ბარემ. კარგი ის არის, საწოვის სავსე გვაქვს. ბატონო, ჯერის არის. ახალი მოსაშრიფოვკებელი არის, ასე ვთქვათ. ხმა აქვს, კალოტკებს, სხვა სავალი ნაწილის ხმა არის ის არაფერი. ტორმუზი ნორმალურია, მაგრამ უკეთესი ექნება ცოტა რომ მოშრიფოვდება. საკმაოდ რბილად ადის. ჩემპრიუსი ბევრად რბილად ადის. აბა პირველი ემოციები. ან ემოციურია. თვითონ რა ვიცი, საკმაოდ რბილად ადის. თუკი
თბილისში. ჩემპიონთან შედარებით ხმის იზოლაცია დაწუნებულია უკეთესი არის, აი ხა გიკვას რომ მონახავ, მოხსნი შეხედოყიდოთ, ანუ ყველაფერს თავიდანვანებოთ, ეს ტორპედო, ანუ რბილი მატერიალისგან არის გაკეთებული და აი ახაც ეს გვერდითა ეს პანელი. რბილი არის. ეხლა ეს ძალიან დაბურულია, მე მგონი ნორმაზე მაღლა არის და ნამდვილად არ მინდა პლუს 500 ლარი გამიგდეს ესე ტომული, მით უმეტეს კამერა მქონია საყიდე. კამერა მქონია. თან მამაშენს მაინც არ ევასება ეს დაბურული მოგახსნევინებს მაინც. ხო, ясно. ვითოვა ბანამ. A few moments later. გამოვედით უკვე ბათუმიდან, ქობულეთს გადასახურდა ვარ და რა, ნელ-ნელა უკვე მივდივართ თბილისისკენ. აი, მანქანა კარგად ადის, ერთადერთი რაც თქვი, სამხურჭე დისკები არის ცოტა უკვე მოსახეხი, მიგარ მომწონს, დანარჩენი კარგი არის. დანარჩენი ყველაფერი კარგი არის. The next day. ჩამოვედით თბილისში, შემდეგი დღე არის. ამოვაგდეთ რობოტზე, ამაზე დავიწყებ უკვე ნელ-ნელა მუშაობას, ნაწილებს მოვაგროვებ. აქეთ ერთი F30 ყავს. დაზიანებული იყო რობოტზე გავჭიმეთ. აქეთ ეს პატივცემული კიდე შეურული გრენდაიზერი. ესე დავარქვით. შეღებილია, აწყობილი არის. აქაც დაზიანება იყო რობოტზე გაიჭიმა აქეთკენ. და გიოს გამოყავს ახლა ეს კაპოტი, წინა ბამპერი, კარები, აქეთ აფთა. შეღებილია, ნუ სარკე არის, სარკე ჩაულებრივი. აი მენა სარკეა რა. ეს ბამპერი, კაპოტი ჩიგინა შეიღება. ტაივანებზე აიწყო ის მარცხენა მხარე, ეს ბამპერის ტაივანია. კაი გამოვიდა რა. ეხლა გამოვაგდებთ ამასაც ავსბურავთ ჯერ და მერე უკვე დავიწყებთ მუშაობას პრიუსზე. პრიუს მოვარვით. Technology.